მოგესალმებით. იცით წიგნის სალამურას თავგადასავალი? თუ არა, დღეს მე გაგაცნობთ ამ წიგნს. ეს ის რუკა, სადაც სალამურა იმოგზაურებს ამ ყველა ქვეყანაში და ყველა ქალაქში. სალამურას ყავს საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ტყეში გაიცნობს. ის უბრალოდ გოგოა. ის წყებსი არის, ოღონდ ციცინათელების. სალამურა კი ჭიამაიების მწყემსია. აქ ხატია ამ წიგნის ყველა პერსონაჟი, სალამურა და ბაია. რომ იცოდეთ, მეცნიერებს თუ დაუჯერებთ, ციცინათელები არიან გადაშენების პირას. აქედან თითქმის ყველა სასაცილო სახელია, მაგალითად კინალოკო, ქარბორბარა, ალეჰოპი, მიდიმოადე და ასე შემდეგ. ერთ-ერთ პერსონაჟსაც კი ცომიზელია ჰქვია. რა თქმა უნდა, სასაცილო სახელია, რადგან ცომიზელია. კარგით. დავუბრუნდეთ უკვე თვითონ პერსონაჟებს, ჩვენ სალამურას და ბაიას. ბაიას მოიტაცებენ. მოიტაცებს კონდარტუხუცესი. კონდარტუხუცესი არის ამ წიგნის ყველაზე შავი პერსონაჟი. ის ესე გამოიყურება. მას არ სურს, რომ ის მათხვარ არის. ქონდარ მე-15-ს ის სიამბლეში ატყუებს. ის პირველი ვეზირია. სალამურა ბაიას ძებნაში ძალიან ბევრ თავგადასავალს განიცდის. აქ უკვე ალეჰოპი მას გააცრუებს და აიძულებს, რომ ისწავლოს თოგვზე სიარული და 4 მაგი სალტო. მერე კი ეს მიდიმოადესთან მივა. მიდიმოადე მას კრიშს ასწავლის. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ პოეტების ქვეყანას არსებობს. სალამურა ამასაც გადალახავს და ეს ყველა ნიჭი, ასეთ სალამურას შეიძენს და ეხმარება ბაიას გადარჩენაში. მე წიგნი წავიკითხე ზაფხულში, მაგრამ არ შემეძლო რომ თქვენთვის არ გამეზიარებინა ამ წიგნის ეს წიგნი თვითონ. დასასრულს თუ როგორ გადაარჩენს უკვე სალამურა ბაიას, თქვენ წაიკითხეთ. იმიტომ ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი ამ წიგნში. სალამურას დაეხმარება დაკა, ცომიზელია და სხვა პერსონაჟები, მაგრამ არ დაეხმარება კონდარტუხუცესი, მიდიმოადე და ალეჰოპი. ასევე ქარბორბარაც. და ასევე აქ არის ზოგი ძალიან ბოროტი პერსონაჟი, როგორც გითხარით, მაგალითად ქარბორბარა არის კონდარტუხუცესის პირადი მცველი, მაგრამ ისიც ძალიან ბოროტია. მაგრამ სალამურა მიდიმოადეს შრომით მას გალახავს. თქვენ ის გადაგჩენიათ, ჩაუძდეთ დღესვე ამ საოცარ წიგნს და მერე საბეჭდილებები გამიზიაროთ კომენტარებში. ნახვამდის მომავალ წიგნამდე, მიყვარხართ!